მოდმა სოხუმმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი კამპანიის დაწყება დაანონსა. კამპანია 25 ნოემბრიდან დაიწყება, რომლის ფარგლებშიც საქართველოს 6 ქალაქში სხვადასხვა სახის საინფორმაციო აქციები მოეწყობა. დარიგდება ბუკლეტები და საინფორმაციო ბროშურები. კამპანიის ფარგლებში პირველი ღონისძიება ქუთაისში უკვე 25 ნოემბერსაა დაგეგმილი, რომლის ფარგლებშიც აქცია მერიის გვერდით შრომის დიდების მემორიალთან გაიმართება. კამპანიის მიზანი კიდევ ერთხელ ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემის ადვოკატირება და საზოგადოების ინფორმირებაა. 25 ნოემბერი მთელ სოფლიოში აღინიშნება როგორც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე და ამ დღეს იწყება საერთაშორისო საინფორმაციო კამპანია 16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. 25 ნოემბერს 2 საათზე ქუთაისში და კიდევ სხვა ქალაქებში ტარდება აქციები და ფონდი სოხუმი ისევე როგორც წინა წლებში მოუწოდებს ადამიანებს, რომ ჩაერთონ აქტიურად ამ კამპანიაში. ძალიან ბევრია ჯერ კიდევ გასაკეთებელი, ძალიან ბევრი რამ არის ჩასატარებელი საიმისოდ, რომ ოჯახში ძალადობა ჩვენს გვერდით არ იყოს და სხვერპლი იყოს დაცვა. სამწუხაროდ ქვეყანაში პრობლემა ჯერ კიდევ მოუგვარებელია, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული არასამთავრობოები აქტიურად არიან ჩართულები, საზოგადოება აქტიურად ერთვება ამ პრობლემებში და ამ საკითხებში, ტარდება გარკვეული სახის ღონისძიებები, გარკვეული სახის შეხვედრები, ვორქშოპები, მაგრამ მაინც არ აღმოჩნდა ეს ქვეყნისთვის საკმარისი და რაც შეიძლება მეტი ადამიანი კიდევ უნდა ჩაერთოს ამ აქციაში და გამოაცხადოთ, რომ შეწყდეთ ძალადობა ქალების წინააღმდეგ.